მესამე მიზეზი, რატომაც კიდევ ძალიან მიყვარს ეს პენჩი ჩამოსვლა, არის ის, რომ აქ ზღვის პროდუქტები ძალიან იაფია. აი, პირადად ეს მიდიები, რომელიც ესეთ შეფუთული ვიყიდე, აი ბადეშია. გასარეცხია, როგორც ხედავთ, და ტალახები და რაღაცები, აი შეხედეთ. არის 1 კილო და ღირდა 3 евро და 20 ცენტი. დაახლოებით 10 ლარი, რო ვთქვათ. კი, ხა მართალია გასარჩევია, გასარეცხია, მაგრამ რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან იაფია. ეხლა ამას ყველაფერს გავრეცხავ წყალში, ჩავალბობ რამოდენიმე საათი, რომ აი ეს ქვიშა და რაღაცები მოშორდეს ამას აუცილებლად და მე დავიწყებ ამის მომზადებას, რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს და განახებთ როგორ ვაკეთებ მიდიებს. მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის მიდიები და კრევეტები. აი ნახე, ესე გადავიტანე ახლა პლასმასის ჯამში, ყალი დავასხი და გავაჩერებ, რომ თუ კი რამე ქვიშა შიგნი, წესით უნდა გამოვიდეს ეს ქვიშა, იმიტომ რომ ჭამის დროს მე აი ქვიშა ხრაშუნავს ხოლმე რაღაც ცოტა არასასიამოვნო მომენტია. ამიტომ ეს დავაყოვნებ რამოდენიმე საათი, მე შეხედე აი ეს ხავსები, ხა არ ვიცი რა, წესით უნდა ჩანდეს. აი ნახე, აი ესეთი ხავსები. ეს უნდა მოძურეს ყველაფერი და გასუფთავდეს. ჩვენი მიდიები ხომ დუღარე წყალში ჩავყარე და დავიწყე ამის მოხარშვა. ასე სანამ არ გაიხსნება, უნდა მოუხარშო. და შეხედეთ როგორ გამოიყურებიან. ღამეებსაც ამოვიღებ, მაგრამ აქ უკვე ამოვიღე, ხა იქ ორთქლია და არ ჩანს. აი მიდიები. ნახეთ. გემრიელობები, ნახეთ. ამეებსაც ამოვიღებ ახლა და გავამზადებ მერე შესაჭმელად. აჰა. დემემ პირველად გასინჯა და მე ანახე აბა ადამიანებს როგორ უნდა ჭამონ, უნდა მოაწურო ლიმონი. მიდი და მოვაწუროთ ლიმონი აქეთ მხარეს. აი ესე. მოაყარე ცოტა მარილი. ცოტა მარილი, მან გაქვს მარილი. აჰა, ცოტა მარილი. აჰა, მიდი აბა და თქვი როგორი გემოაქვს. ცხელია. აჰა. აბა მიდი. გასინჯი აბა და თქვი როგორი გემრიელია. და რისი გემოაქვს აბა? თქვი რისი გემოაქვს? ჩვეულებრივი ხორცის გემოა. აჰა, ჩვეულებრივი ხორცის გემოა. ამოყრი ხლამეებსაც. აი ესე. მჟავე, იმიტომ რომ ლიმონი გაქვს გაკეთებული. რომლებიც გახსნილი არ არის. ის შეიძლება ისე უკან ჩაყარო, რომ გაიხსნას და არა, ეგენი აღარ გაიხსნებიან. აღარ გაიხსნებიან. გადახილული. აჰა. დააწამო. გაწიხელი არ დაგწვა? აი. ეს არა მოხარშული. არა. თეთრია შიგნით. არა, თეთრი კი არა, ეგ მოხარშულია ყველა, რომელიც გახსნილია, უკვე მოხარშულია. რომელიც არის ყვითელი, ეგ არის მზად. ეგ თეთრი იყო. ესეც თეთრია. ახლა მიდიებისთვის უნდა მოვამზადოთ საკმაზი, ამისთვის დამჭირდება ბრინჯი, რომელიც უნდა მოუხარშო და ჩემი მოხარშვის განსაკუთრებული მეთოდი მაქვს. ესე იგი ბრინჯი გავრეცხე, აი ესეთ პლასმასის ჯამში ჩავასხი, დავასხი ჭიქაზე 2 ჭიქა წყალი, ამ შემთხვევაში ცოტა ზეთს უშვები, აუცილებლად ვუშვები ცოტა მარილს. აუცილებლად უნდა ამოვურიოთ მერე ეს ყველაფერი და შევდგათ თქვენ წარმოიდგინეთ და მიკროღუმელში. და ჩავთოთ. და დაველოდოთ. დაახლოებით სჭირდება 20 წუთი და ბრინჯი იქნება მზად. ამ 20 წუთის განმავლობაში არ უნდა მოვურიოთ და განახებთ როგორ მაგრა გამზადდება ბრინჯი. ბრინჯი ასე შეგიძლიათ დაამზადოთ ფლავისთვისაც და სხვა ყველაფრისთვის. ესე იგი წეღანი რო განახებდით აი ამ მიდიებს, ესე გამოვასუფთავეთ ცალ-ცალკე და ხა ამ მიდიებს ესე პატარებად დავჭრე. ანუ ხა ჩვენ ვაკეთებთ მიდიას ბრინჯით. ანუ ამისიც ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, ესე პატარებად დავჭრი ახლა ამ მიდიებს. აქვე შემიძლია მივაყოლოთ ცოტა კრევეტებიც,
აი ესე. კიდე ავურიოთ ეს მიდიებთან ერთად. სალათს გავს. ხო, აბა თან როგორი სასარგებლო სალათია. და აქ მაქვს გამზადებული ბრინჯი, რომელშიც მაქვს შავი პილპილი, ეს მიდიები უკვე არეულია. მარილი და ლიმონი ძალიან ბევრი, ლიმონის წვენი. ნუ რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთიც. აქეთ მოატრიალე ნახე. მოდი ეს ეყოფა ცოტა ხანი აქ დავდოთ. ეს ავიღოთ ახლა და აი აქ ესე ჩავყაროთ. ეხლა დავდგეთ და ეს ყველაფერი მოდი აქეთ მოდი. ნახეთ, აი ესე უნდა ამოვურიო ახლა კარგად. მოიცა ხელითაც ვწდი. გავსოთ ხომს აკეთებ. ესე იგი, როგორც ხედავთ, აი ეს ბრინჯი, მიდიები, ლიმონი, პილპილი, მარილი, ზეითუნის ზეთი კარგად დავურია ერთმანეთში. და მე ნახეთ რა ხდება. ვიღებთ ესეთ უკვე გასუფთავებულ მიდიებს და ესე შიგნით ჩავდებთ. ნახეთ. და მე უკვე ჭამის დროს ამ მიდიას გახსნით, უბრალოდ ცოტა ხელებზე მეწებება ყველაფერი. ეს ავინცი არ არის აშკარად. ხო. კაი, მოიცადე. აი ესე შეგიძლიათ ნახეთ, დადოთ. ეხლა მე შევეცდები აი ეს არის ამისი. ტყუპის ცალი. ტყუპის ცალი არ გაგუშვია, აი ესე. ბლომად. აი ესე დააფაროთ და დადოთ. აი ეს. ანუ ჭამის დროს მე ამას გახსნით, ლიმონს მოაწურავთ. აი ესე. და შეჭამთ. სურპრიზისნაირი. ნამდვილად. მოდი მომეხმარე ახლა დემეტრე. ხო, მართლაც ბევრია ძალიან.